ეხლა ჩვენ რა კადრებიც ვნახეთ, რაღაც ზღვა რომ მოძრაობს, თასობით რომ უცხო ტომელი მოძრაობს, რომელიც რაღაც ამ უკონტროლო ლიბერალური მიგრაციის შედეგად გაჩნდა ჩვენს ქვეყანაში. ამ პოლიტიკამ დაღუპა დასავლეთი. ეხლა ეს ოცნება, რასაც აქ გვიტარებს, ამ პოლიტიკამ დაღუპა დასავლეთი. ხალხო, როგორი რაღაცა, იცით? ძალიან დიდი სისხლით დამთავრდება ეს. ეხლა მე არავის არ ვაშინებ. აგიხსნით რატო? დემოგრაფიული სურათი რო დაიწყებს კიდევ უფრო დრამატულად ცვლილებას, 10 წლის წინ 60,000 ბავშვი იბადებოდა საქართველოში და ეხლა იბადება 39,000. ამ ხელისუფლების მმართველობაში კიდევ უფრო დაიკლებს. ქართველების რაოდენობა შემცირდება და ამ ჩამოსული ხალხის რაოდენობა გაიზრდება. გერმანელებივით და ფრანგებივით არავის არ მოუთმენთ. უეჭველი მოხდება კონფლიქტი და ნუ მივიყვანთ ამ ქვეყანას იმ მდგომარეობამდე, რომ აქ სერიოზული დაპირისპირება პირებები მოხდეს. ეგ ყველასთვის ცუდად დამთავრდება. მათ შორის ჩვენთვისაც ცუდად დამთავრდება. უკიდურეს ზღვრამდე მიხვალ და უკიდურესი ზომების მიღება მოგიწევს, შენს დაზიანდები მაგით და ვინც ამ ხელისუფლებას უჭერთ მხარს და ტაშს უკრავთ, თქვენ შვილებზე მაინც იფიქრეთ, თქვენს მომავალზე იფიქრეთ, რანაირ საქართველოში მოუწევთ მათ ცხოვრება ამ პოლიტიკის შედეგად.